და სინდისის პატიმარი ჟურნალისტის მზია ამაღლობელის კიდევ ერთი საჩივარი დაარეგისტრირა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ. ესნეთ გაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლის უკვე მესამე საჩივარია სტრასბურგში. ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. ორგანიზაციის თანახმად საჩივარი შეეხება 2025 წლის 12 იანვარს მისი დაკავების დღეს მზია ამაღლობელის მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობას და ამ საქმის არაეფექტიან გამოძიებას. საია დავობს, რომ მზია ამაღლობელის მიმართ დაირღვა კონვენცია გათვალისწინებული ფუნდამენტური უფლებები. საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში 4 მარტს გაიგზავნა, 11 მარტს კი დარეგისტრირდა. ორგანიზაციას ამის შესახებ გუშინ აცნობეს. მზია ამაღლობელის წინა ორი საჩივარი სტრასბურგში ეხება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენებას, ასევე ადმინისტრაციულ დაკავებას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს. ჯუბა ქათამაძე, საერის იურისტი, ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში ჩართვისთვის. გვითხარით მეტი 4-დან 11 მარტამდე ძალიან მოკლე დროა. ძალიან მალე მოხდა რეაგირება. მოგესალმებით, დიახ. ეგრე იყო ზუსტად 7 დღეში მოხდა რეგისტრაცია აღნიშნული საჩივრის, რომლითაც ჩვენ მესამე საქმით მივმართეთ უკვე მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. გუშინ მიიღო ჩვენმა ორგანიზაციამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან წერილი მასთან დაკავშირებით, რომ უკვე დარეგისტრირდა ეს მესამე საქმეს და ახლა უკვე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაიწყებს ამ საქმის განხილვას და დაველოდებით ჩვენ მხარეები კომუნიცირებას სასამართლოსგან, იგი გამოგზავნის კითხვებს მხარეებთან და დაიწყებს განხილვას არსებითად აღნიშნული საქმის. კი ბატონო, ჯუბა რომ დავაზუსტოთ, ეს ეხება იმ ღამეს, როცა მზია დააკავეს და როცა პოლიციის მაშინდელმა უფროსმა მოკლედ მას ის არ მოექცა მას სათანადოდ, რა ეპიზოდზე დავობთ კონკრეტულად, რა სამტკიცებს მზია ამაღლობელი, თქვენგან მინდა მოვისმინო, რა მოხდა მისი პოლიციის შენობაში შეყვანის შემდგომ. მზია ამაღლობელის მიმართ ამ არასათანადო მოპყრობას, რომელიც ჩვენ ესე გვაქვს, რა თქმა უნდა, მოხსენიებული, შეგვიძლია პირდაპირ უწოდოთ არაადამიანური მოპყრობა, რომელიც მზიაამაღლობელის წინააღმდეგ განხორციელდა და ეს არაადამიანური მოპყრობა მზია ამაღლობელის მიმართ არ დაწყებულა პოლიციის განყოფილებაში შეყვანის შემდეგ. ეს დაიწყო ეზოშივე მზია ამაღლობელის დაკავებისთანავე და ეს ერთიანი მთლიანი სურათი შექმნა იმ არასათანადო მოპყრობის, რომელიც ჟურნალისტის მიმართ განხორციელდა. როგორც მოგეხსენებათ, მზია ამაღლობელი როგორც კი დააკავეს, მაშინვე მოხდა შეიყვანეს იგი ეზოში და ეზოში შეყვანისთანავე არსებობს კადრები თუ როგორც ცდილობს ირაკლი დგებუაძე, რომ მასზე მოახდინოს ფიზიკური ძალადობა, თუმცა ეზოშივე აკავებენ მას თავისივე თანამშრომლების. შემდგომ მზია ამაღლობელი მიიყავთ უკვე პოლიციის შენობისკენ და აქ უკვე არსებობს ვიდეო ჩანაწერები, სადაც უკვე ისმის ირაკლი დგებუაძის ხმა, იგი ემუქრება მზია ამაღლობელს, იგინება და იძახის, რომ მას აუცილებლად სისხლის სამართლის წესით დასჯის. შემდგომში, როდესაც პოლიციის შენობაში განყოფილებაში შეიყვანეს მზია ამაღლობელი, იგი უკვე მოათავსეს პირველ სართულზე არსებულ ერთ-ერთ ოთახში, სადაც გამუდმებით ცდილობდა, რომ ირაკლი დგებუაძეს შეეღწია, გამუდმებით ცდილობდა, რომ მოეხდინა მზია ამაღლობელზე ფიზიკური ძალადობა, თუმცა ყველა შემთხვევაში მას თავისივე თანამშრომლები აკავებდნენ, თუმცა რა თქმა უნდა არ წყდებოდა ის ფსიქოლოგიური და სიტყვიერი ზეწოლა და ძალადობა მზია ამაღლობელზე. ერთ-ერთ ეპიზოდში, როდესაც მან შეძლო მზია ამაღლობელთან მიახლოება, მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა და ამის შემდგომ იგი მან არ მისცა მზია ამაღლობელს იმის საშუალება, რომ წყლით ჩამოებანა სახე, ასევე არ მისცა საშუალება, რომ საპირფარეშოთი ესარგებლა მას. შემდგომში კი როდესაც მზია ამაღლობელი უკვე გადაიყვანეს მესამე სართულზე პოლიციის შენობის, მას დამცინავად დამცირების მიზნით ხელებზე დაადეს ხელბორკილები ჯერ წინიდან, ხოლო შემდგომში ზოგ-ზოგიდან დაადეს ხელბორკილები ასევე დამცირების მიზნით, როდესაც უბრალოდ მხოლოდ გააპროტესტა. მან და თქვა ის, რომ არ იყო საჭიროება ხელბორკილის გამოყენების და იგი არავის არანაირ საფრთხეს არ უქმნიდა. შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ მზია ამაღლობელი იყო სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ, სახელმწიფოს ევალებოდა ის, რომ სათანადოდ მოპყრობოდა დაკავებულ პირს, მან ეს არ განახორციელა, მან თავად მოახდინა არაადამიანური მოპყრობა მზია ამაღლობელზე და გარდა იმისა, რომ თავადვე დაარღვია მზია ამაღლობელის აღნიშნული უფლება, შემდგომში ამას დაუმატა ისიც, რომ მან მაქსიმალურად შეუწყო ხელი იმას, რომ არ მოხდარიყო აღნიშნული საქმის გამოძიება. გამოძიებამ არ იმოქმედა იმ სტანდარტებით, რაც დადგენილი არის როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობით. არ იყო ეფექტური ეს გამოძიება, არ იყო მიმართული იმისაკენ, რომ გამოვლენილიყო შესაბამისი პირები, რომლებსაც მიიღეს აღნიშნულში მონაწილეობა.
მოპყრობა შესაბამისად მოხდა მიმართულებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, სადაც ჩვენ ვიდავებთ იმაზე, რომ სახელმწიფომ როგორი ნაწილში რომ სახელმწიფო მოახდინა მზია ამაღლობელი როგორც ნეგატიური, ისე პოზიტიური ვალდებულების დარღვევა, ანუ პირველ რიგში მან სახელმწიფომ თავად ჩაიდინა არამე ადამიანური მოპყრობა, შემდგომ კი არ გამოიძია აღნიშნული. კი ბატონო, და თქვენ ახლა რასაც ყვებოდით, ჯუბა, ეს ცნობილია ჩვენთვის, მაგრამ აი კიდევ ერთხელ რომ გისმენთ, ძალიან რთულია ეს მოსასმენად, მთელი ეს პერიოდი მზიას რაც დაატარებდნენ რუსთავიდან ბათუმის სასამართლოში, ესე იგი ის ბატონი ირაკლი დგებუაძე წუხდა და მთელ ესე იგი საზოგადოებას ანერვიულებდა ალიყურის გამო და ექსპერტი აღარკვევდა აეწვა თუ არა ეწვა ეს ალიყური პოლიციის უფროს. ამაზე აქვს საუბარი და თქვენ ახლა რაც მოყევით, ეს არის მართლა არა ადამიანური მოპყრობა მზიას მიმართ და ნოლი რეაქცია ამაზე. პირიქით, ეს არის არაადამიანური მოპყრობა თან იმ სამართალდამცავების თვალწინ, რომელსაც ევალება აღკვეთოს დანაშაული. არა მარტო თვალწინ, არამედ თავად მონაწილეობით. რა თქმა უნდა, ეს სამართალდამცავები თავად მონაწილეობდნენ ამაში, იყვნენ ამის შემსწრეები და ირაკლი დგებუაძის დამოკიდებულებაზე ისიც აუცილებლად უნდა ითქვას, გემახსოვრებათ თქვენ ბათუმში, როდესაც ჩვენ განვიხილავდით და ვიცავდით მზია ამაღლობელის უფლებებს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეში, მან იქ აღიარა, სხვა გზა აღარ ქონდა, უბრალოდ გამოძიებას არ ქონდა ის ვიდეო მასალა, რომელიც ჩვენ დაცვის მხარემ მოვიპოვეთ, სადაც ირაკლი დგებუაძის ხმა ისმის, როგორ იგინება და ემუქრება მზია ამაღლობელს და მაშინ მას მოუწია იმის აღიარება, რომ კი ეს მისი ხმა იყო, იგი იმუქრებოდა და ერთგვარად რა შეიძლება დავარქვათ ამას ბოდიში მოიხადა, მოინანია, ინანა, თქვა რომ არ იყო מסაწონი მისი მხრიდან ამის გაკეთება, თუმცა ერთია ეს მორალური ნაწილი და მეორე არის სამართლებრივი ნაწილი. სამართლებრივად უნდა შეფასდეს ეს, რა თქმა უნდა და ჩვენ აღნიშნულთან დაკავშირებით ირაკლი დგებუაძის აღიარება და ეს ვიდეო, სადაც მისი მუქარა ისმის, გაგზავნილი იყო როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში, ასევე გაგზავნილი იყო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისგან მისი კომპეტენციის ფარგლებში მოთხოვნილი იყო, რომ სისხლის სამართლის წესით შეესწავლა აღნიშნული ქმედება და მოეხდინა რეაგირება. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციას უნდა მოეხდინა ამასთან დაკავშირებით, თუ კი იყო ადმინისტრაციული გადაცდომა, ამ ნიშნით უნდა ამ კუთხით უნდა შეეფასებინა და გენერალურმა ინსპექციამ ჩვენ მოგწერა, რომ ეს ცდება ადმინისტრაციულად განსახილველ საკითხზე, ეს ცდება დისციპლინურ საკითხზე, ეს არის სისხლის სამართლის წესით განსახილველი საკითხი და სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს ამას და შეაფასებსო. ჩვენ როდესაც ეს წერილი შემდგომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურს წარგვდგინეთ, გამომძიებელი გაოცებული იყო, ამით ძალიან გაუკვირდა, არ ელოდა როგორც ჩანს ამ წერილს რაღაც შეუთანხმებელი მოხდა მათ შორის და ნუ რა თქმა უნდა ეს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა არ შეაფასა ის თუ როგორ იმუშავა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა თავდაპირველად და შემდგომში როდესაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური გაუქმდა, გადაიბარა აღნიშნული საქმე ქალაქ ბათუმის პროკურატურამ, როგორ იმუშავა ეს დეტალურად არის მითითებული საქმეში, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნეთ და კრიტიკას ვერ უძლებს. ეს არც კი შეიძლება იწოდოს ამ საქმეს, რომ შეკერილი არის თეთრი ძაფით ამ საქმეს შეკერილის არაფერი ეთყობა, ერთადერთი რაც ამ საქმეში არის გაკეთებული არის ის, რომ საგამოძიებო სამსახურმა საერთოდ არაფერი არ გააკეთა, ჩვენი არც ერთი მითითება არ გაითვალისწინა, ამოიღო კამერები, რომლის დათვალიერების წინ გამომძიებელმა მითხრა, რომ აზრი არ აქვს ამ კამერების ნახვას, რადგან ამ შესასვლელი და მზია ამაღლობელი არ შეუყვანიათ, რომლის კამერებიც მან ამოიღო, შესაბამისად ექსპერტიზის დასკვნა დღემდე წელიწადზე მეტი იყო გასული და ტრასოლოგიური ექსპერტიზი, ტრასოლოგიური და გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნა დღემდე არ იყო მოსული, რომელიც ერთ-ერთი საკვანძო იყო, ვინაიდან შეფურთხების ნაწილში გენეტიკური ექსპერტს უნდა ეთქვა, ტანსაცმელზე იყო თუ არა კვალი და ამ ექსპერტიზის პასუხი არ გვაღირსეს წელიწადზე და რამდენიმე თვის განმავლობაში, შესაბამისად, როდესაც ჩვენ ამოვწურეთ შიდა ეროვნულ დონეზე წარმოება, როდესაც ყველანაირი გზა ამოვწურეთ იმისათვის, რომ მიგვეღწია ეფექტიან გამოძიებას და ეს შედეგს მზია ამაღლობელის უფლებების აღდგენა, შემდგომში უკვე რა თქმა უნდა მივმართეთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. ბატონო ჯუბა, რა არის შემდგომი ეტაპი, რამდენად ხანგრძლივია ეს საქმე წინა გამოცდილებით და აჩქარებს თუ არა მას კონტექსტი. ძალიან ბევრი საქმე დაგროვდა ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში საქართველოს кейსებზე. დიახ, ბევრი საქმე არის დაგროვებული, კონკრეტულად მზია ამაღლობელის შემთხვევაში ეს უკვე მესამე საქმე არის. მოგეხსენებათ, რომ პირველ საქმეს განსაკუთრებული ზეგავლენის სტატუსი მიენიჭა, აღნიშნულ საქმეზე კომუნიცირების ეტაპი მიმდინარეობს, დასასრულისკენ არის როგორც სახელმწიფომ, ასევე ჩვენი პოზიციები წარვადგინეთ და იქიდან გამომდინარე, რომ სულ ახლახანს დაარეგისტრირა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნული საქმე, შემდგომში დაიწყოს უკვე მის განხილვას, მიმართავს ხარებს, თავიანთი პოზიციების წარდგენით და როდესაც განხილვას დაიწყოს, უკვე ერთწლიან ვადაში დაასრულებს
ადამიანის სრულიად ევროპული სასამართლო მის განსვლას და განსვლის შემდგომ უკვე ამის ვადა არ არის კონკრეტული განსაზღვრული, თუმცა დიდი იმედი გვაქვს და პრაქტიკიდან გამომდინარე, რაც ბოლო პერიოდში ჩანს, რომ შემჭიდროებულ ვადებში მოხდება მზია ამაღლობელის საქმის განხილვა. გარდა ამისა, მზია ამაღლობელის მეოთხე საქმეც მალე გაიგზავნება, ივნისის თვემდე გაიგზავნება ადამიანის სრულიად ევროპულ სასამართლოში, რომელიც იქნება მთავარი საქმე, რომელიც ეხება მზია ამაღლობელის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეს, ვინაიდან როგორც მოგეხსენება, ჩიდა ეროვნულ დონეზე აღნიშნულ საქმეზე წყაროება უკვე დასრულდა და უზენაესმა სასამართლომ აღნიშნული საქმე ჩვენი საჩივარი დაუშვებლად ცნო და არ განიხილა საერთოდ აღნიშნული საქმე.